ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა 4 აგვისტოს გაგრძელდება. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის ხოვნის შემდეგ მიიღო. მისი თქმით, საბოლოო სიტყვის სათქმელად ძალების აღდგენა სჭირდება. სწორედ 4 აგვისტოს მოისმენს სასამართლო მზია ამაღლობელის საბოლოო სიტყვას. ამაღლობელის ადვოკატის მაია მწარიაშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელი მთელი დღის განმავლობაში ფეხზე იდგა და წარმოუდგენელი იქნებოდა ამ დროს საბოლოო სიტყვის შეთავაზება. ასევე როგორც მწარიაშვილმა ბათუმის საკალკო სასამართლოში გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამაღლობას ბრალდების მხარემ კიდევ ერთხელ შესთავაზა საპროცესო შეთანხმება, თუმცა ამაზე უარს აცხადებს. გუშინ ბათუმის საკალკო სასამართლოში ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სხდომა 9 საათზე მეთხანს მიმდინარეობდა. სხდომაზე ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც მხარეებმა რეპლიკების უფლებით ისარგებლეს. სასამართლო პროცესის პარალელურად მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად გარე პერიმეტრზე შეკრებილები იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები, ასევე აქციებზე დაკავებული პირების მშობლები. ისინი დაკავებული ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ. ამასთან სასამართლოს სხდომას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციაზე თავდასხმა შედავებია, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. პროცესი დაასრულა ბრალდებამ. პრინციპში თქვა, რომ არაფერი არ აქვს, თქვა, რომ აბსურდებს ითხოვს, მაგრამ თქვა, რომ გთავაზობთ საპროცესოს, იმიტომ რომ სხვა არჩევანი არ გაქვთ რა. ან მიიღებთ სასჯელს 4-დან 7 წლამდე, ან აღიარეთ ეს ყველაფერი და დაიბრალეთ ის ყველაფერი, რაც ჩვენ ვერ დავადასტურეთ. აი ეს არის ეს საპროცესო. რა საკვირველია, ეს არის სწორედ ის, რაზეც ახალი არაფერია. პირველი დღიდან ახმოვანებს ხელისუფლების არაერთი უმაღლესი თანამდებობის პირი. აღიარეთ, მოინანიეთ, მერე ვილაპარაკოთ. მზია წარმოიდგინეთ, ერთი წამი არ დამждარა და არა მხოლოდ დღევანდელ პროცესზე. ეს არის მისი პროტესტი, შინაგანი შეუგუებლობა ყველაფრისადმი. ეს ადამიანი არაფერს არ ითხოვს, არავის არაფერს არ ეხვეწება. ეს არის მისი შინაგანი პროტესტი აი ამ ყველაფრის მიმართ და ასე უხმოდ გამოხატავს. ფეხზე იდგა მთელი დღე, მშიერ, მწყურვალი, დილაუთენია წამოყვანილი, აი ამ დრომდე 11 საათამდე. და ამ დროს შესთავაზო ამ ადამიანს მითხარი საბოლოო სიტყვაო, რომელიც მის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა იქნებოდა წარმოუდგენელი რა. და ფიქრობ, ბოლო მომენტში მოსამართლე მიხვდა, რომ ეს პროცედურული, ასე ვთქვათ, ზეწოლა მზიაზე არ წაადგებოდათ. ამიტომ მხოლოდ ამ მოსაზრებით გადაიდო პროცესი, რომ მზიამ ადამიანურად შეძლოს მოსვლა, აზროვნება და საბოლოო სიტყვაში იმის თქმა, რაც მას არასოდეს არ მოусმინეს. ჩვენ ვიცით, რომ სასამართლო ძალიან ხშირად იქცევა ხოლმე პოლიტიკური ძალაუფლების ინსტრუმენტად. ამაზე ილაპარაკა დღეს კიდევ ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა. ჩვენ ვიმედოვნებთ და მინდა გამოვთქვა სურვილი, მე პირადად როგორც ერთმა ჟურნალისტმა, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე იქნება მიღებული გამართლებელი განაჩენი, რადგანაც მე უფრო როგორც ერთ მოქალაქეს ვჯერა, რომ იმდენად არ არის წარმოდგენილი ამ საქმეში არანაირი მტკიცებულება პროკურატურის მხრიდან, რომ როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ძალიან დიდი შანსია, რომ მზია ამაღლობელმა მოიგოს ეს საქმე ევროსასამართლოში. ყველა ის რაღაცა ბრალდებები თუ უბრალოდ შეიძლება ითქვას ჭორებიც მის შესახებ, რომ მზია ვიღაცის დავალებით რაღაცას ასრულებდა, ეს მითები და კონსპირაციის თეორიები, რომ რაღაცა deep state და ეს ყველაფერი ჩამოიშალა. არაფერი არ არის საქმეში. ხადად გამოჩნდა, რომ ჩართული არის ხელისუფლება ამაში, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა, რომ ეს საქმე გახდეს პოლიტიკური.